მოგესალმებით. დღეს ქვეყანაში გვაქვს ვითარება, როცა მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღება. დღითიდღე იკარგება სამუშაო ადგილები და არადა არ იზრდება არც ერთი თეთრით პენსია პენსიონერებისთვის. უამრავ სოციალურად დაუცველს უკანონოდ, უსამართლოდ და არაობიექტურად უხსნიან სოციალურ დახმარებას. მნიშვნელოვანი ნაწილი მოსახლეობისა გარბის ქვეყნიდან, ნადგურდება ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ყველაფერი აი ამის ფონზე ხდება მხოლოდ ერთი რამ ჩვენ სახელმწიფოში. დიდრდება ბიძინა ივანიშვილი. დიახ, დღეს ყველა მეტნაკლებად ობიექტურად განწყობილი მოქალაქე ხედავს, რომ ივანიშვილის ვიწრო კლანური მმართველობა და მასთან უკანონო გარიგებაში მყოფი სამი ძირითადად ბანკი ძარცვავს და ანადგურებს ქვეყნის ეკონომიკას და აბუჩად იგდებს ქვეყნის მოსახლეობას. ამიტომ ნაციონალური მოძრაობა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით იწყებს ძალიან აქტიურ კომუნიკაციას მოსახლეობასთან, რათა ჯერ კიდევ ოპოზიციაში მყოფმა ნაციონალურმა მოძრაობამ აქედანვე გამოავლინოს, დაადგინოს და აღრიცხოს ყველა ის მოქალაქე, რომელიც დაზარალდა ოლიგარქიული მმართველობით. რატომ ეხლა? ნაციონალური მოძრაობის მთავარი მიზანი არ გახლავთ მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ეგრეთ წოდებული მევახშოკრატიის დამარცხება. ჩვენი მთავარი მიზანი გახლავთ, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რაც შეიძლება სწრაფად გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები და გავატაროთ ქმედითი ღონისძიებები იმისათვის, რომ ქვეყნის მოსახლეობას შეუმსუბუქდეს მდგომარეობა. ამისათვის საჭიროა დღესვე დავიწყოთ კონკრეტული საქმიანობა. რას გულისხმობს ეს ინიციატივა? ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შეიქმნება სპეციალური სახელმწიფო ფონდი, რომელიც სხვა წყაროებთან ერთად ივანიშვილის და ჩინოვნიკების ნაძარცვი ქონების უკან დაბრუნებით შეივსება და ეს სახელმწიფო ფონდი განისაზღვრება 2,5 მილიარდი ლარით და სწორედ აი ამ ფონდით მოხდება ყველა იმ დაზარალებული მოქალაქის ზიანის ანაზღაურება, რაც მათ მიადგა უკანასკნელი წლების განმავლობაში. ასევე გამოცხადდება მორატორიუმი 2 წლიანი ყველა უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით. კერძოდ 1 ლარი და 65 თეთრი 1 ამერიკული დოლარით. დიახაც, როდესაც მე ვახსენებ დაზარალებულებს გულისხმობ არა მხოლოდ უსამართლო მევახშოკრატიის ფარგლებში დაჩაგრულ მოქალაქეებს, არამედ გულისხმობ ყველა მიმართულებით დაჩაგრულ მოქალაქეებს, რომლებმაც უსამართლოდ დაკარგეს სამსახურები, რომელსაც არ გადაუხადეს განასტურები. ასეთი მოქალაქეები, რა თქმა უნდა, იქნებიან დაკმაყოფილებულნი შესაბამისად აი ამ ფონდიდან და ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ კუთვნილ სამუშაო ადგილებს, ასევე ადამიანები, ვინც თვლიან, რომ მათ მიადგათ ზარალი სხვადასხვა შემთხვევებში, როგორიც არის, აგრეთვე დაიწვა არაერთი ბაზრობა, სადაც ათასობით ადამიანი დაზარალდა და მათი საქმე არ იქნა გამოძიებული. აი ეს ყველაფერი იქნება დეტალურად შესწავლილი ნაციონალური მოძრაობის მიერ მომდევნო თვეების განმავლობაში და შესაბამისი შესწავლისა და დადგენის შემდეგ ყოველ ასეთ მოქალაქეს გადაესცემა საგარანტიო სერტიფიკატი, რომელსაც ხელს მოაწერს მიხეილ სააკაშვილი, ნიშნად იმისა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აი ამ სპეციალური სახელმწიფო ფონდიდან სახელმწიფო მათ აუნდაზღაურებს იმ ზიანს, რომელიც მიადგა ოლიგარქიული ვიწროკლანური მმართველობის შედეგად.